რამდენი გინდა ფული? 5-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ მეტი? დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია ამ თანხების მიღება იცით რა კუთხით, რომ ამ სიუხვეში რო იყო. შევამოწმოთ გნებავთ, ტესტს შემოგთავაზებთ, ძალიან უბრალო ტესტს. დახუჭეთ თვალები და შედით ამ მდგომარეობაში, წარმოიდგინე, რომ 10-ჯერ მეტი ფული გაქვს ყოველთვიური შემოსავალი. არ ვიცი, მაგალითად, დღეს თუ 2000 გაქვს, 20000 გაქვს, დღეს თუ 5000 გაქვს, 50000 გაქვს, შენ წარმოიდგინე ყოველთვიური შემოსავალი. დახუჭე თვალები, დახუჭე და კარგად წარმოიდგინე. მოვიდა ხელფასის დრო თუ მოგების აღების დრო თუ დივიდენდის თუ რა ვიცი რაც არის და ყველაფერი გადასახადების გადახდის მერე ეს ამხელა თანხა გიჭირავს ხელში. ეს ამხელა თანხა გიჭირავს ხელში და ეს უნდა განაგო. პირდაპირ შედი ამ მდგომარეობაში. და მომწერე, დაფიქრდი, გაანალიზე და მომწერე. რა იგრძენი? რა შეგრძნებები მოვიდა სხეულში? პირდაპირ ფიზიკურ დონეზე რა შეგრძნებები მოვიდა. ასევე რა ემოციები მოვიდა? ასევე ასეთი რო ხარ და ამხელა ფული რო გაქვს ყოველთვიურად. რა აზრები გაქვს თავში? მომწერეთ, ძალიან მაინტერესებს. მე კი გეტყვით პასუხს. გაქვთ თუ არა შანსი, რომ მართლაც გქონდეთ ამხელა შემოსავალი, გაინტერესებთ? მაშასე. ადამიანების უმრავლესობას მსგავსი წარმოსახვისას უჩნდება შიში, უჩნდება სიმძიმის შეგრძნება, უჩნდება რაღაცა ზიზღი თუ უკუგდება თუ ასე შემდეგ, თუ ასე შემდეგ. ანუ თუ მოვიდა რაღაცა ნეგატიური აზრები, ემოციები სხეულში დაძაბულობა, ხო? ესე იგი თუ ამ დაძაბულობისა და ნეგატივის გამომწვევი მიზეზები არ იქნა აღმოჩენილი და ეს მიზეზები ქვეცნობიერშია, არ გაქვს შანსი, რომ იქონიო ამხელა შემოსავალი. მეორე, ვისაც ძალიან გაგეხარდათ, ვინც ძალიან აღფრთოვანდით და სიხარულით ფეხებს აბაკუნებდით, ხომ? გონიათ თქვენ გაქვთ შანსი? არა, თქვენ არა გაქვთ. იცით რატომ? იმიტომ რომ გადაჭარბებული სიხარული, აღფრთოვანება, რაღაცა გადამეტებული აჟიტაცია ესეც გადაჭარბებული მნიშვნელოვნებაა. უყურე, რასაც გეტყვით აგიხსნით რატომ და აქაც არის ძალიან დიდი დაბრკოლება იმასთან მიმართებაში, რომ რამდენად მართლა ხელგეწიფება ასეთი შემოსავალი. გეტყვით აგიხსნით, უარყოფითთან მიმართებაში მეტნაკლებად ყველასათვის გასაგებია, ძალიან უკვირთ ხოლმე დადებით ესეთ აღფრთოვანება, აღტაცება, აჟიტაცია, თითქოს დადებითი ემოციებია, რა არის ამაში ცუდი, ხო? ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც რაღაცას ასე ძალიან შევხარით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შინაგანად ვთვლით, რომ ეს არ მეკუთვნის მე, ეს ჩემთვის არ არის, ეს მე არ ხელმეწიფება და რაღაცა საოცარი გაურკვეველი გზებით, შეცდომით მომეცა და ამიტომ იწევს ამხელა, მე მიხდით?
თორემ რაც შენია, რაც შენ გეკუთვნის, რაც თვლი რომ დამსახურებულია და თავისთავად ესეთი რა თქმა უნდა ეს ასე უნდა იყოს. რასაც ასე ვთვლით იმაზე, ასეთი გადაჭარბებული ემოციები არასოდეს არ გვემართება და ვფიქრდით აბა. და აქვე მოვიყვან მაგალითს ტრანსერფინგიდან, რეალობის ტრანსერფინგიდან ვადიმ ზელანდის, იცით ალბათ, ახლა ბევრი ჩვენი გამომწერი დაინტერესებული ხართ მსგავსი თემებით და ეცნობით ხოლმე, რაც ძალიან კარგია თავისთავად. და იქ არის საუბარი გადაჭარბებულ მნიშვნელოვნებაზე. და ეს გადაჭარბებული მნიშვნელოვნება დადებით ჭრილშია თუ არ ყოფით ჭრილში და გადაჭარბებული ემოციები, გადაჭარბებული მნიშვნელოვნებაა. და უყურეთ, როდესაც რაღაც მოცემულობაში, მათ შორის ფულში, შემოსავალში, ჩადებული არის ასეთი დიდი მუხტი, პლუს ან მინუს ნიშნით, ეს მუხტი უკვე არის ხელის შემშლელი იმისა, რომ ეს სასურველი მოცემულობა შენს რეალობად აქციო. პოლარობები. ჩვენი ცხოვრება მოწყობილია როგორც პლუსი და მინუსი. პლუს უკიდურესობა, მინუს უღმერთო ვეღარ ვთქვი, უკიდურესობა. და არც ერთი და არც მეორე ბოლო არ არის ის, რაც ადამიანს ხდის ნაყოფიერს ამა თუ იმ საქმეში. ამ პოლარობების, ამ პოლუსების განეიტრალება და შვიდი აღქმა იმისა, გაქვს დიდი შემოსავალი, არ გაქვს შემოსავალი, გაქვს ვალები, არ გაქვს ვალები, გაქვს დანაზოგი, არ გაქვს დანაზოგი. შვიდ გაწონასწორებულ ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩენა არის იმის საწინდარი, რომ ადამიანმა მართლაც შეიქმნას სასურველი შემოსავალიც, სასურველი ფინანსური კეთილდღეობაც, სასურველი დანაზოგიც, ანუ ფულადი ბალიშიც და ზოგადად იცხოვროს იმ სასურველი ცხოვრებით, რომელიც ყველა განვითარებულ ადამიანს სურს. თუ კი ჩემმა სიტყვებმა ჰპოვეს თქვენში გამოძახილი, მაშინ გეტყვით, რომ სულ მალე დაიწყება პროგრამა მოიშორე ფინანსური ბლოკები. ვმუშაობთ ჩვენ მეტაფორული ბარათებით, მათ შორის მანი ბარათებით და ვამუშავებთ გაუცნობიერებელ ფინანსურ ბლოკებს, მეორად სარგებლებს, შემზღუდელ რწმუნებულებებს, გადაჭარბებულ მნიშვნელოვნებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, თუ დაინტერესდი, მოგწერე Facebook-ზე, მიიღე დეტალური ინფორმაცია და შემოგვიერთდი.